გამარჯობა მეგობრებო, მე ვარ ეკა ხოფერია და თქვენ უყურებთ შეხვედრებს ეკა ხოფერიასთან ერთად. ჩვენ ახლა ვართ, წამოდით ვიდრე სტუმარი მოვა პულმანის Sky Bar-ში. ეს არის ჩემს ყველაზე საყვარელი დრო, დღის 3 საათი, როდესაც არსად არავინ არ არის პრაქტიკულად, იმიტომ რომ ყველა მუშაობს და ჩვენს განკარგულებაში აქაურობა. მინდა გთხოვოთ, რომ გამოიწეროთ ჩვენი არხი შეხვედრები ეკა ხოფერიასთან ერთად. მახარებს ის, რომ ნელ-ნელა იკრიბება აუდიტორია, რომელსაც მოწონს ესეთი ტიპის გადაცემები. და ჩვენ დღევანდელი სტუმარი ლელა წურწუმია, რომელიც არის რაღაც მშვენება ჩვენი პოპკულტურის, ჩვენი ესტრადის, არაჩვეულებრივი მომღერალი, გემოვნებიანი ქალი, ლამაზი ქალი, კეთილი ადამიანი. ეს ძალიან მკვეთრი ფიგურა მე-20 და 21 საუკუნის საქართველოში. ლელა წურწუმიასთან, რა თქმა უნდა, მე ძალიან ბევრი ინტერვიუ ჩამიწერია, მის არაერთ კონცერტზე ყოფილ ვარ. რაზე იქნება შეხვედრები ლელა წურწუმიასთან? მე ასე ვფიქრობ. ლელა წურწუმია აქ და ახლა. წავედით. ყველაფერი მაინტერესებს. როგორ გამოიყურები ახლა? აბა დავდოთ. დადე? აი პატარა გოგო. აი ლელა წურწუმია აქ და ახლა. რა ხდება ახლა შენთან? თურმე რა მოხდა? სამეგრელოდან არიან ბევრი ჩამოსული ქუთაისში. ჩაცმულები მოდიან. გამოპრანჭულები რაღაცები და მეც განსაკუთრებულად ვცდილობ ხოლმე რომ მათთვის განსაკუთრებულად გამოვიყოს. ამას დაემატა სამტრედიაშიც 6-7 მაისი მაქვს, მერე მაქვს რუსთავში, მაქვს მილანში. ეხლა ამას ნელ-ნელა ესე ვთქვათ, რუსთავი, მილანი, სენაკი, ნიუ-იორკი, ლოს-ანჯელესი, ქუთაისი, ვიღაცას ჩაეხუტო. უბრალოდ ჩაეხუტო. პირველი გაჟღერება ნოტის. რა იქნება? როგორ იქნება? როგორ დაიჭერ მაყურებელს? აი ხლა შენ მეთქი. ხო ვიღაცები დიდი. შენ მე ვერ ჩამაშლევინებ ამ კონცერტს. აი სულ რო გაიხე შუაზე. მე ამას აღარ ვაკეთებ უკვე რამდენიმე ხანია. გარკვეული მიზეზების გამო. ვერ მეტყვი ამ მიზეზზე? აჰა, არა ვერ გეტყვი ამ მიზეზს. მე ესეთ რამეს ვეღარ გავუკეთებ ჩემ თავზე. მე არ მაქვს ცუდად ყოფნის უფლება. რო შემოვიდა ჩემო გოგოებო მეოთხარი მე მოვედი დაბრუნდით სახში ხართ უკვე მე მეორე დღეს აფეთქებული იყო. მომავალ წელს მივდივარ ლელასთან და რომ დაგახვედრო ერთი ყველაფერი ჩემი გადასაფარებელი ბალიჩის პირები ყველაფერი ჩემი მოგსოვილი დოქტორო და მამული სიყვარული გვაკლია ეგ. მოდი პუნქტუალური როგორ ხარ? მოდი დავანახოთ. აჰა მოდი, არა, ყველაფერი მაინტერესებს. როგორ გამოიყურები ახლა? აბა დავდოთ. დადე? აი პატარა გოგო რა. მართლა საოცრად გამოიყურები და იცი რა არის ისა ეხა შენ არასდროს არ ქონდა ესე წონის ისა ბოლო პერიოდში, მაგრამ ეხა კიდევ უფრო დათხელდი, ხო? ბოლო წლებია ესა კი ვარ, მაგრამ ერთი პერიოდი მქონდა. აბა რომ იცი როგორ გავიკეთე. ცდილობა იმისი რომ წონა ყოფილიყო ცოტა ზედმეტი. რაც არ შეეფერებოდა ესე ვთქვათ ჩემს აღნაგობას, იმიტომ რომ იყო პრობლემები და ამ პრობლემების გამო მოხდა ის რომ იყო წონის მატება. პირველი კოვიდის მერე სხვათა შორის. პირველი კოვიდის მერე შენ ქონდა წონის პირველი კოვიდის მერე, იმიტომ რომ წავიდა და იცი რა დაიწყო ანაფილაქსია მქონდა. ანუ შეშუპდა ყელი, კისერი. გახსოვს სხვათა შორის მაშინ პირდაპირ ჩართვაც კი მქონდა. იმიდან რა ქვია კლინიკიდან. ვაიმე, მახსოვს. ხო და მაშინ მომიწია. ყველას გვახსოვს. კი. და ბათუმში დამემართა ეს 2021 წელი იყო აგვისტოში და იმდენად ცუდად გავხდი რომ დავიწყე ანუ არაადეკვატური გავხდი ანუ რაღაცების ბოდვა და მე ჩემმა მეგობარმა მითხრა ხო ანუ ჟანგბადის ნაკლებობა დაიწყო და სადღაც უკვე რო წამომიყვანეს რიკოტზე
ყველაფერი გახდა სტაფილოსფერი. ყველაფერი მიწა, მთა, ფოთოლი, ყველაფერი იყო სტაფილოსფერი და ჩამომიყვანეს და ამის გამო მე მომიწია ჰორმონზე ესე ვთქვათ ჰორმონის გადასვლა და ამ ჰორმონმა გამოიწვია ჩემი საშინელი შეშუპება და წონის მატება და ყველაზე მთავარი რა არის იცი ხა ძალიან ცუდ რაღაცას ვლაპარაკობთ მაგრამ უბრალოდ სიტყვა მოიტანა ამ კოვიდით ჩვენ ხო არ ვიცოდით რა იყო შემდეგ უკვე პოსტ-კოვიდს რა მოყვებოდა და ყველაზე მთავარი რასაც ჩვენ ვერ მივხვდით გამოიწვია დ-ვიტამინის ვარდნა საშინელი 9-ზე მქონდა დავარდნილი დ-ვიტამინი და ეს იცი რა იყო საერთოდ ვერ ხვდები რატო ხარ ამ დედამიწაზე რა ფუნქცია გაქვს თვითშეფასება დამივარდა ნუ აი რაღაც საშინელ დღეში აღმოჩნდი ძალიან ცუდად ვიყავი და ყველაზე მთავარი რა არის არ მომწონდა ჩემი თავი მე საერთოდ არ წარმომიდგენია რომ ოდესმე შენ შეიძლება არ მოგწონდეს შენ თავი რომ გონი ხარ ძალიან დარწმუნებული საკუთარ მაგრამ აი მოხდა ჩემს ცხოვრებაში ესეთი რაღაცა და აღმოჩნდა რომ ეს გამოიწვია აი ამ ესეთმა არანორმალურმა ცვლილებებმა და რა არ მოგწონდა შენ თავში ძალიან მოვიმატე ეკა და ანუ თვითდაჯერება აღარ მქონდა უკვე ისეთი ყოველი შემთხვევაში მე ესე მეჩვენებოდა საერთოდ რატო თენდებოდა რატო ღამდებოდა ვერ ხვდებოდი და მე დამემართა არ ვიცი დეპრესიას დავარქმევ შეიძლება დეპრესიაც იყო შევწყვიტე საერთოდ ჭამა ღეჭვის რეფლექსი გამიქრა საერთოდ და 15 კილო დავიტელი ერთ თვეში სადღაც რაღაცა პერიოდის მერე უცებ ჩავიხედე სარკეში და მივხვდი რომ არც ისე ცუდად არის ყველაფერი გამოვიღე დაახლოებით ალბათ 20 წლის წინანდელი ტანისამოსი დატესტვა მინდოდა ამაში ჩავეტი ძალიან კარგად გავიკეთე მაკიაჟი და წავედი ეხლა ძალიან მიხარია რომ ჩვენი შეხვედრა შედგა უბრალოდ მაყურებელს მინდა ვუთხრა რომ ეს არ იყო მარტივი გამომდინარე შენი გრაფიკიდან როდის დამირეკე თქვი აი რა ვიცი სადღაც ბოლო 2 თუ 3 თვეა ეს სადღაც იანვარში აი ესე ხო ტრიალებს ეს თემა და ძლივს ახლა ჩვენ ნახეთ ერთი დღე როდესაც ჩვენ შევძლებდით ჩვენს გადაღებას ხვალ უკვე მივდივარ და არ მაქვს არც ხვალინდელი დღე არც ზეგინდელი არც მოკეთ ვერაფერს ვერ დავამატებ და იცი რა არის რამდენი ინტერვიუ ჩამიწერია შენთან რამდენ კონცერტზე ყოფილა რამდენი გადაღება და შეხვედრების მთავარი არსი და ხიბლი ჩემთვის რა არის იცი ამ გადაცემის 100 წლის უნახავ ჩემ ძვირფას ადამიანებს და ჩემი აზრით საქართველოს ისტორიაში და საქართველოს მნიშვნელოვან ადამიანებს წერ კიდევ ერთხელ და ვლაპარაკობთ აქ და ახლა აი ლელა წურწუმია აქ და ახლა რა ხდება ახლა შენთან დავიწყოთ კარიერით მარტო ეხლა არა ზოგადად წლებია ახლა მე ძალიან აქტიურ ფაზაში ვარ ჩემი შემოქმედების ძალიან ბევრი რამ მოხდა მნიშვნელოვანი და რამოდენიმე წლის წინ შევქმენი ბენდი ოღონდ ამ ბენდში ბევრი მუსიკოსი შეიცვალა და საბოლოო ჯამში მივედი იმ შემადგენლობამდე რომელიც დღეს არის აი მართლაც წარმოუდგენელი სასწაული მუსიკოსები მყავს აი ძალიან თამამად შემიძლია ვთქვა და ეს არ არის მარტო ჩემი აზრი ნებისმიერი ადამიანი ვისაც კი მოусმენია ჩემი ლაივ კონცერტი მათი დაკრული ჩემი კოლეგებისგან ყველა ამბობს რომ ეს ადამიანები არიან განსაკუთრებულად ძალიან მაგარი მუსიკოსები მამულიჩა ამ ყველაფრის თავი რომელიც ძალიან კარგი ხელმძღვანელია და ეხლა ერთი რამდენიმე დღის წინ ურეკავს ჩემ ბას გიტარის შაკო ღელეყვას ძალიან მიყვარს შაკო და რა კარგიაო არა რომ რაიმე რა კაიო რომ გაიღვიძებ და უცებ ეს ჩამონათვალი აქ კონცერტი იქ კონცერტი აქ ეხლა მივხვდი რომ პროდიუსერი ვყავს ხო ესე მუშაობს მამულიჩა ყველაფერს ისე ალაგებს და ისე სწორად აკეთებს რომ იქ რაღაცა კითხვის ნიშნები არ რჩება ეხლა ეს ესე ადვილია სასაუბრო ძალიან რთულია
რა შეცვალა შენ ცხოვრებაში ბენდის გაჩენამ შენს შემოქმედებით ცხოვრებაში რა შეიცვალა რა შეიცვალა და ადამიანებს აწვდით ცოცხალ მუსიკას და ცოცხალ მუსიკას რამხელა დატვირთვა აქ ეკა იმიტომ რომ ჩვენ ხო ყველა პერიოდი გავიარეთ ეხლა მე ხო არა ვარ პატარა ხო 57 წლის ვარ და ძალიან ბევრი რამ მოხდა ჩვენს თავს ბევრი პოლიტიკური ძვრები, მთავრობების შეცვლა, ანუ ძალიან მნიშვნელოვანი რაღაცა რატომ ახალს არაფერს არ ვამბობ, მაგრამ ეს ხო ძალიან მოქმედებს განსაკუთრებულად არტისტებს. აი კოვიდის დროს ეს იყო საშინელება, იმიტომ რომ ხო ჩვენ ხო ძალიან სახალხო პროფესია გვაქვს და ეხლა მაყურებლის გარეშე კონცერტი, ონლაინ კონცერტი ვის გაუგია. ხო არ არსებობს. ძალიან რთული იყო ამისი შენახვა ჭირდებოდა ამ ადამიანებს, იმიტომ რომ ოდესაც მუსიკოსი არ მუშაობს და არ არის მოქმედი, მას ეწყება დეპრესიული ფონი, უმოქმედო ხდება. ბოლო 2 წელიწადია, რაც შეიცვალა ჩემთან ბეკ ვოკალი. მე 6 წელიწად ნახევარი მღეროდნენ ჩემთან გიორგი თორაძე, ანა ჭუმბურიძე და თათა ოქროაშვილი. ეს მართლაც მარგალიტის ადამიანები, აი უსაყვარლესი, უნიჭიერესი და გიორგისთან კიდე მე რაღაცა ჩემი ბმა მქონდა, მასთან ერთად ერთი დუეტი მქონდა, მაგრამ იმდენად ლამაზი იყო ჩვენი ურთიერთობა, ემოციური. გიორგი ხო, ის ხო ძალიან კრეატიული ადამიანია, გეჟდები, ძალიან მიყვარს გიორგი და აი საოცარი დამოკიდებულება მქონდა ამ ადამიანებთან, რა თქმა უნდა, ეს მათგანაც ძალიან დიდი სიყვარული მოდიოდა, მაგრამ ალბათ მოვიდა დრო იმისთვის, რომ ამ ადამიანებს ცალ-ცალკე იპოვათ თავიანთი საქმე. და შარშან წინ ანტვერპენში მქონდა კონცერტი, შემდეგ სთხოვეს მამულიჩას შეხვედრა და უთხრეს, რომ მე დაუშვათ მე რაღაც დაკავებული ვარ იქ, მე იქ რაღაცა ყველას თავისებური ლოგიკური მიზეზი ქონდა და ამ ბავშვმა დამტოვეს. და ძალიან სტრესული იყო ჩემთვის, იმიტომ რომ ძალიან მალე მოვიყვანე მე ახალი ბეკ ვოკალი, მაგრამ თავიდან მიჭირდა, იმიტომ რომ ვიხედებოდი და არ ხვდებოდნენ ეს ბავშვები, რაღაცა ძალიან ემოციური იყო ჩემთვის, იმიტომ რომ ძალიან მიჩვევა ვიცი ადამიანზე და მე როდესაც ეს ადამიანები მტოვებენ, ხოლმე ძალიან გამიცდი. აი იმდენად გამიცდი, რომ შეიძლება ესე ვერ გამოვთქვა, მაგრამ აი ძალიან საოცარი სინანულის გზნობა მქონდა ამ ადამიანების მიმართ. მაგრამ არ არწყენა. არა. პირიქით, იმიტომ რომ ესენი არიან განსაკუთრებული ადამიანები და დღემდე მაქვს არაჩვეულებრივი ურთიერთობა. შემდეგ მოვიყვანე უკვე ახალი ბეკ ვოკალი. თინანო მეგრელიძე, სალომე ჩიტაძე, მაკა ზამბახიძის შვილი, რომელიც ადრე იყო ჩვენთან ბენდში, შემდეგ წავიდა და მე ისევ დაბრუნდა და საბა ჩაჩუა. ეს სასწაული ბავშვები. როგორ მიყვარს და როგორი ნიჭიერები არიან. აი, იცი რა არის? მე თვლი რომ იღბლიანი ადამიანი ვარ. იმიტომ რომ ეხლა ცოტა კადნიერებაში არ ჩამითვალოს არავინ, მაგრამ ვიზიდავ ესეთ კარგ ადამიანებს. და ამის გარდა კიდევ ჩემ ბენდს ყავს სოლისტი მაგდა ივანიშვილი. იმიტომ რომ ბენდი არის ცალკე, ჩვენი ბენდი, მაგდა ივანიშვილი სოლისტი და ლელა წურწუმია და ბენდი. ანუ ეს ბენდი ემსახურება 2 სოლისტს. რას ამბობ? კი ბატონო. მაგდა მღერის ქავერებს, ანუ ცნობილ უცხოურ და ქართულ სიმღერებს, ლელა მღერის თავისთვის შექმნილ რეპერტუარს. თუმცა მაგდასაც აქვს თავისთვის შექმნილი რეპერტუარი და ძალიან ნიჭიერი გოგოა. ეხლა იცი რა ეტაპი მაქვს მე ცხოვრების? მე მოკეთ, როდესაც მიმყავდა პოლიტიკური გადაცემები და შენ და შენს კოლეგებს ჰქონდათ მაშინა ის რაც ჰქონდათ და მე პერიოდულად ზოგჯერ მოხვდებოდი თქვენს კონცერტებზე, მე როდესაც დავამთავრე პოლიტიკური ჟურნალისტიკა და მოვიხედე, აღმოაჩინე ეს რა მაგარი მომღერლები ყოფილხარ და შენს ამას იცოდი და ხო ფერი მოიხდე და რა კარგად მღერი ხარ თურმე. ხო და ეხლა იცი რა გემზე რო ვიყავთ. ხო, რო აღმოაჩინე ესენი ცოცხლად რა მაგრამ მღერიან თურმე. და ეხლა რა პერიოდი მაქვს, არ ვიცი ეხლა რატო არ ვიცი, მაგრამ ეხლაც გამომრჩა ეს შენი ეს პერიოდი და მოკეთ
ასათვისებელი და სანახავი მაქვს ეს ყველაფერი, რასაც ეხლა უნდა შეყვები, უნდა მოვიდე. ჩემ ლაივ კონცერტზე უნდა მოხვიდე. იმიტომ რომ უყურე რა აქვს კიდევ ამ ცოცხალ კონცერტს. გარდა იმისა, რომ კარგი მუსიკოსები არიან და ძალიან კარგი რეპერტუარი მაქვს. და ნამდვილად ვამაყობ ამ ჩემი რეპერტუარით, იმიტომ რომ ეს სიმღერები ჩემთვის იქნებოდა უმეტესობა და შემდეგ იცი რა გააკეთა მამულიჩამ ამ ძველი სიმღერების ახალი ინტერპრეტაცია გააკეთა. ახლებურად შევთავაზეთ. ხო, ძალიან ბევრი სიმღერის ინტერპრეტაცია ეკუთვნის მამულიჩას. დღეს, როდესაც ინტერნეტის ესე ვთქვათ, წალეკა ყველაფერი და ეპოქა არის და უკვე იმდენად ხელმისაწვდომი გახდა ყველაფერი, ყველა არტისტი, სადგის მეხუთე კონტინენტ, სადაც გინდა იცხოვროს, არ აქვს მნიშვნელობა. ძალიან რთულია აყიდინო ბილეთი შენს კონცერტზე და თან ყველაზე მნიშვნელოვანი რა არის, იცი რომ ჩემი მაყურებელი ისე გაახალგაზრდავდა, სულ თინეიჯერები დადიან ეკა. ის ბავშვები, რომლებიც ჩემი სიმღერები უფრო ადრე იყო, ვიდრე ეს ბავშვები მერე გაჩნდნენ და უმეტესობა ეხლა უსმენს ელექტრონულ მუსიკას. ხო, ანუ სხვა გემოვნება არის, ხო, სხვა ეპოქის ადამიანები არიან. აი ეს ინდიგო ბავშვებს რო ეძახი, ხო, კოსმოსთან შეერთებული ბავშვები ცოტა სხვაგან არიან და დღემდე უსმენენ ჩემს სიმღერას, მოდიან და თითქმის ყველა კონცერტზე მაქვს სოლდაუტი. აი ეხლა დავიწყე რეგიონების ტური. აი, მინდა კითხო რეგიონების ტურზე, ეს იყო სულ თუ ეს რაღაც ახალი დაიწყო? ხო, და აი რატომ ლელა? გეტყვი რატომ? ძირითადად მუშაობდა ორი ქალაქი. ორი არა, სამი. თბილისი, ქუთაისი, ბათუმი. თბილისი, ქუთაისი, ბათუმი. იმიტომ რომ ამ ადამიანებს არ აქვს საშუალება რომ ჩამოვიდნენ. იმიტომ რომ ეს საკმაოდ თანხებთან არის დაკავშირებული, ბილეთი იაფიც არ ღირს. აი 14 იანვარს მქონდა კონცერტი ქუთაისში. ერთ-ერთ დიდ რესტორანში, სადაც ძალიან ბევრი მაყურებელი მობრძანდა. და ჩემ კონცერტებზე რა ხდება ხოლმე, იცი, ესე მორბენალის რეკონი დარბის, ესე ტელეფონი უჭირავთ, ესე და ლელა მიყვარხარ, ხო? ღამისი ჩუმე გაფანტე, ღამეა და ეს ყველაფერი ესე უჭირავთ ტელეფონები და ეს მორბენალის ტრეკონი დარბის და ყველა ხო ვერ მოვა და ყველაზე ძალიან რა მიყვარს იცი რომ ვეხები ამ ჩემს მაყურებელს, აი ყველას უნდა შევეხო, უნდა მივიდე მიკროფონი და მივაწოდო, უნდა მოვეფერო, იმიტომ რომ იმ ხელა ძალას და ენერგიას ვიღებ და აი, იმიტომ რომ ეს თუ არ გააკეთე, ხვალე აღარ მოვა, შენ კონცერტს აღარ იყიდეს ბილეთს, ახლა ხო არ დააძალებ. და ამიტომ ეს დამოკიდებულება იმდენად მნიშვნელოვანია და ისეთი ძლიერია ეს ჯაჭვი, რომ ეს ალბათ დიდხანს არ გაწყდება, რა ვიცი, ღმერთო. მე ყველაფერს ვაკეთებ იმისთვის, რომ ეს ჯაჭვი არ გაწყდეს. ხა შენ რო ლაპარაკობ, თვალები ისე გინათებს, რომ მაგას რა გაწყობს ჩემონელა არ არსებობს. და უყურე რა ხდება. ესე დაიწერა რომ მეგრული სიმღერა თუ შეიძლება გვიმღერეთო. მე ვთხარი, ეხლა არ მაქვს რეპერტუარში მეგრული სიმღერა, მე თქვა, არა უშავს მე და მოუტრიალდი ერთადერთი ისა მყავს, პიანისტი მყავს, გოგონა, თამუნა შეყილაძე, ჩემი ოქროს ადამიანი და მე ვთხარი, თამუ მეთქი, მოდი რა უცებ თქო და ხო ნიჭიერები, აი, 2 წამში ბაგიორქომა იქვე დამიკრეს ბავშვებმა, ხმები გაშალეს 2 წუთში და ვიმღერე ბაგიორქომა. და ნუ ატყდა ტაში და ჩემი მეგრელები და ჩემი მეგრელები და ვაუ იყვირეს და მე ცუდად ვარ. თურმე რა მოხდა? სამეგრელოდან არიან ბევრი ჩამოსული ქუთაისში. ქუთაისში. და ქუთაის ძალიან მანებივრებს. ხა. ძალიან კარგი მაყურებელი ხარ. თან ისედაც ეხა ხო ეცე როგორ ეხა სიმღერა და კიდან მოდის ბევრი და მაგის გარდა იცი რა არის აი ეს როგორი ჩაცმულები მოდიან. გამოპრანჭულები რაღაცები და მეც
განსაკუთრებულად ვცდილობ ხოლმე, რომ მათთვის განსაკუთრებულად ზოგადად ყველასთვის ესე ვცდილობ ხოლმე. და იქ ყავს კოკი, ძალიან საყვარელი კოკი, რომელიც წინასწარ კოკი. ვიცი, ჩვენ მეგობრებად, შენი და რამდენიმე ადამიანის ინტერნეტ ბიოგრაფი. და მოკლედ ის გადაიღოს ხოლმე ესა და ალბათ მივხვდებით ვისია ეს დასაცველი და აი არ ხდებოდა მე რა ეცმევა და ნუ ხა ეს ხო ჩვენი ნაწილი არის. რა საკვირველი იმიჯის ნაწილი რა გეცმევა, როგორ აგერ ხა მეც კი გათვალიერებ ჩემოlela. ხო და არის ესეთი ადამიანი სენაკელი კახახაბეიშვილი. რომელსაც ჰქონდა სურვილი რომ გამეკეთებინა სამეგრელოში კონცერტი და უცებ სახელდახელოდ ხომ არ გავაკეთოთ სენაკში კონცერტი და უბრალოდ დაწერა 3 საათში ბილეთი აღარ იყო. სოლდაუტი მქონდა 3 საათში და დავამატეთ მომენტალურად მეორე დღე. ნუ ეხლა რა მოხდა იმ კონცერტზე ვერ გეტყვი. წარმოუდგენელი ემოცია, იმიტომ რომ ხა სამეგრელო კიდე ჩემთან მე სხვა ბმა მაქვს სამეგრელოსთან, იმიტომ რომ ჩემი ბავშვობა მთელი არ დადაგები იქ მან გატარებული და შენ უფრო ზუგდიდი თუ სენაკი? ხობი. ხობი. მამა ჩემი წარმოშობით ხობიდან არის და დედით გურული ვარ. და ეხლა მემზადები გურიის კონცერტისთვის, აი განსაკუთრებულად, იმიტომ მე დიდი ხანია, აი ძალიან დიდი ხანია გურიაში არ მქონია კონცერტი და მოკლედ ჩავატარე კონცერტი, ძალიან დიდი ემოციები, ძალიან დიდი სიყვარული, ცრემლიც იყო. აი საოცარი შეხვედრა მქონდა ამ ადამიანებთან, ამ ულამაზეს, აი სასწაული ქალბატონები ისხდნენ და მე ამას რა თქმა უნდა დაემატა გურიაშიც იგივე მოხდა და დავამატეთ მეორე დღე 29-30 აპრილს გურიაში მაქვს. ამას დაემატა სამტრედიაში 6-7 მაისი მაქვს, მერე მაქვს რუსთავში, მაქვს მილანში. ეხლა ამას ნელ-ნელა ესე ვთქვათ, რუსთავი, მილანი, სენაკი, ნიუ-იორკი, ლოს-ანჯელესი, ქუთაისი, სხვადასხვა ამერიკიდან მე ველოდები ახლა სამუშაო ვიზას. სხვადასხვა ბევრი წელია ველოდები და ძალიან ველოდები ამერიკის სამუშაო ვიზას. სხვადასხვა ჩვენ ძალიან ბევრი ემიგრანტი გვიყურებს, ძალიან ბევრი. შენ ხა მიდიხარ მილანში, ხო? როდის იქნება შენი კონცერტი? 24 მაისს გაიმართება კლუბ აპოლოში გაიმართება. ხო, შენი ის არ გჭირდება ნამდვილად ლელა წურწუმია რომ დადებს ყველა იტყვის, მაგრამ ძალიან ბევრი ემიგრანტი გვიყურებს, რაც მახარებს, უზომო დიდი პატივია. მეორე ადგილზეა ამერიკის შეერთებული შტატების, სხვა შორის მაყურებელში თუმცა ჩვენი განცემის და მოკლედ მილანში გელით ერთი სიამოვნება მართლა და განსაკუთრებულად მინდა მიმართო ჩემს ემიგრანტებს. მე ვიყავი პარიზში, ვიყავი დუსელდორფში, ვიყავი ანტვერპენში და მართლაც აი საოცარი კონცერტები ჩატარდა და ძალიან თბილი საზოგადოება მოვიდა, მონატრებულები და განსაკუთრებულად მიხარია მათთან ჩასვლა, იმიტომ რომ ისინი არიან მოწყვეტილები სამშობლოს, ისინი არიან მოწყვეტილები თავიანთ ოჯახს, ახლობელ ადამიანებს და რის ფასად უჯდება. ამ ცხოვრების განულა ძალიან რთულია. იმიტომ რომ სხვათა შორის ადრე იყო ხოლმე, რა კარგია რომ ამის საშუალება მომეცი, იმიტომ რომ მინდა რომ განსაკუთრებულად მოვიფერო ჩვენს ემიგრანტებს. ადრე რაინაღლება მაგი ამერიკაშია, მაგი იტალიაშია, ნუ კარგად არის თუ რაღაცეები და არ არის ეს. ემიგრაციაში ცხოვრება ეს არის ურთულესი ტვირთი. გარდა იმისა, რომ უნდა იშრომო, იმიტომ რომ ევროპაში მუშაობა ესე ადვილი არ არის. ახლა იქ ვერ გააცდენ, თავისი დღეები აქვს და სხვათა შორის სპეციალურ დღეებს ვამთხოვ ხოლმე, რომ ეს ადამიანები იყვნენ თავისუფალი იმისთვის, რომ მოვიდნენ კონცერტზე. ხო? ესე ხო არ არის თავის გემოზე. მე მაგის გარდა ამხელა მონატრება აქვს, ამხელა რაღაცა სევდა აქვს ამ ადამიანებს. მე ოჯახები, ქალები, ეკა ძალიან დიდი პროცენტი ადრე, აი ცოტა ბნელ 90 ქალები არ ჩენდნენ ამ ქვეყანას. ისინი ვარ ყოფილიყვნენ ჩვენ, მე არ ვიცი რა იქნება. მერე და მერე შეუერთდნენ კაცები სხვათა შორის და უფრო მეტი ქალია. უფრო მეტი ქალია და სხვათა შორის კონცერტზეც უფრო მეტი ქალი მოდის და მე მინდა ამ ქალებს აი დიდი მადლობა გადავუხადო, გავამხნევო ჩვენი ემიგრანტები, რომ ღმერთმა მოგცეთ გამძლეობა და ის შესაძლებლობა, რომ აუცილებლად დაბრუნდეთ თქვენს ოჯახებში. აუცილებლად დაბრუნდეთ, იმიტომ რომ ეს ცხოვრება ძალიან წამია რა, ძალიან სწრაფად გადის ხოლმე და სხვათა შორის ბევრჯერ მიფიქრია ხოლმე, რომ რამდენი ალბათ სიხარული და ტკივილი ქონია და იმ მომენტში გინდა რომ ვიღაცა შენიანი იყოს, ვიღაცას ჩაეხუტო.
ჩაეხუტო, უბრალოდ ჩაეხუტო ამ ადამიანებს და ეს წლები გადის და აი ამ ხელა სითბოს იკლებ, იმიტომ რომ არ გაქვს საშუალება რომ რა ვიცი, ნორმალურ პირობებში იცხოვროთ. აი ხა კარგი და არავინ არ მედის კაი ცხოვრებიდან, რა თქმა უნდა. და ამიტომ განსაკუთრებული სიყვარული და მოფერება და ამიტომ მოვდივარ ჩემო ძვირფასებო, მაგრამ ბევრი წერს ხოლმე იქ ჩამოდი, აქ ჩამოდი, ძალიან რთულია. 12 ადამიანი ჩამოყვანა, კარგი ორგანიზატორი ჭირდება და 12 ადამიანი მიდიხარ? აბა ლაივ კონცერტებია. ანუ ეხლა რა კონცერტებიც იქნება საზღვარგარეთ იმიგრაციის, ეს არის სრული ბენდი. ლელა, თუ შეიძლება კითხავ, მაინც რა სხვაობაა? აი ეს ლეგენდარული ფრაზა სუხიშვილების მიერ ნათქვამი, რომ ყველაზე რთული თბილისში არის სიმღერა, ხო? აი ხა შენ დადიხარ რეგიონებში. აი რა სიახლე იცი რა არის, უკვე აღარ განსხვავდება. ადრე განსხვავდებოდა, იმიტომ რომ და ყველაზე საშიში ჩემთვის არის ფილარმონიის სცენა, რომელიც არის ძალიან პრეტენზიული, ხო. და ჯერჯერობით ერთადერთი საკონცერტო დარბაზი არის. ეხლა თუ არ ჩახა ოპერა, რუსთაველის თეატრია ის, ხო, იქ. მაგრამ აი საკონცერტო დარბაზი ფილარმონიის ეს არის ძალიან პირდაღებული, აი როგორი ლუპაა, იცი? და როგორი ღელვა და ნერვიულობა აქვს. აი არ აქვს მნიშვნელობა, 1 სიმღერას ვღერი ვარ, 10 სიმღერას ვღერი ვარ, მაინც მირჩენი 10 სიმღერა ვიმღერო, იმიტომ რომ ხო, აი ის რაღაცნაირად აი ეს მე ნელ-ნელა შედიხარ და გეხსნება ის რაღაცები და იცი რა მახსოვს, აი ეს განცდა, როდესაც 2000-ში მქონდა, 2000-ში მქონდა, 2011-ში მქონდა, მერე 2018-ში მქონდა ფილარმონიის სპორტის სასახლე? ფილარმონიის კონცერტებზე მაქვს საუბარი. ანუ მოლოდინი იმის, აი ფარდა რო გაიხსნება და შენ რო დგახარ. და ეს მაყურებელი გასასვლელი როზის ესე და პირველი გაჟღერება ნოტის. რა იქნება? როგორ იქნება? როგორ დაიჭერ მაყურებელს? როგორ მოიზიდავ? ხო ხა არა ახალია, ხო ხა იმიტომ რომ ის რომ მოდის ის შენი გულშემატკივარია, ხა რატო იყიდის ბილეთს თუ არ უყარხარ, ხო? მაგრამ მაინც ესე გიყურებს, დამჯდარი მაყურებელს მეტი საშუალება აქვს მოგისმინოს. ამიტომ არის ძალიან რთული ამ ტიპის კონცერტები, თორე არაფერი განსხვავება არ არის. აი ზუსტად ისე მღერი, ისე ვაკეთებ ყველაფერს, რასაც ვაკეთებ ფილარმონიაში, ზუსტად იგივე დათვირთვით, უფრო მეტ სიმღერას მღერი. სადღაც 20-22 სიმღერას ვღერი. ეს რამდენი არის ქრონომეტრაჟით, რამდენი დრო? 2 საათი, ხო. იქ მე ესაუბრები ამ ადამიანებს, ამაშიც დრო გადის, იმიტომ რომ ხა ამ ტიპის კონცერტებში ცე მარტო პირდაპირ ეს სიმღერა, იმიტომ რომ უნდა ეკონტაქტო, უნდა უერთო, ხო, იმიტომ რომ იგივე ხა სენაკში რო ჩადიხარ, მეგრულად როგორ არ დავლაპარაკებოდი ამ ადამიანებს. ნუ ხო, მე ეს ვიდეოები ხო ვრცელდება მამულიჩას წყალობით, ხო ვხედავთ ხა იქ რაც ხდება ეს კომუნიკაცია და ყოფილი და ანუ შენ იქიდან ესე ძალიან დამოხტული და დატვირთული და ესეთი ისეთი ენერგიით გამოდიო, რომ აი კიდე მეორე კონცერტს მივცემ ალბათ 5 წუთში. მაგრამ აი განსაკუთრებით ბათუმში მინიმუმ 1-2 კილოთი დამძიმებულია ჩემი ტანისამოსი. სულ სველი ვარ. აი სულ იმდენი ენერგია გამოდის და იმ ხელა აი ადრენალინი აქვს ამ ყველაფერს, რომ აი არ ამაზე დიდი ბედნიერება არტისტისთვის, სავსე დარბაზი და აი ეს გაცემული კონცერტი. ხშირად არა, მაგრამ ყოფილა რომ აი ძალიან ცუდად ყოფილა. აი წნევის აპარატი მომიხსნია და ავსულვარ სცენაზე. აი ეს კიდე საოცრება არის. შარშან ბათუმში დამემართა უმძიმესი ენტეროვირუსი. აი გარდავიცვალე ეგ. ძალიან ცუდად ავარ. ვერ ვდგები რა. მოვიყვანე ექიმი გამოვიძახე, რომელმაც გამიკეთა გადასხმები, იმიტომ რომ ფეხზე ვერ ვდგები. არ ვიცი, როგორ მოვახერხე, წავედი ამ იმაზე, რა ქვია.
რეპეტიციაზე, ანუ ყველა კონცერტის წინ აუცილებლად კეთდება რეპეტიცია, რომ ეს ხმად დაყენდეს, ეს ყველაფერი, ეს სიმღერები გადამეორდეს და ასე შემდეგ. და სკამი დავიდგე, იმიტომ რომ ფეხზე ვერ ვდგები და მამული მითხარ რომ მოხსნათ კონცერტია. იმიტომ რომ ეს არის აი როგორი გამონაკლისია, კაიცი, რომ აი მოხსნათ კონცერტი, ესე იგი მე ძალიან ცუდათა ვარ. და მოთხარი არა მეთქი. მაგრამ ყოველი შემთხვევის მეთქი, აი მაღალი სკამები რომ არის, ის სკამი დამიდგით მეთქი, რომ ვინიცობას არის ცუდად გავხდე მეთქი, რომ ამ სკამს დავეყნო. რომ ეს იყოს კონცერტის ნაწილი, რომ ვერ უნდა მიხვდეს მაყურებელი ამას. რამდენად გახარ ხა ენტეროვირუსის ფონზე? როგორ დადიხარ? მოვედი სახლში, დავკარგე გონება, კიბეებზე უკვე ძალიან ცუდათა ვარ. შემომათრია, მართლა შემომათრია მამულიჩამ, გამოუძახეთ ექიმებს, რაღაცები გადასხმები გამიგეთეს და გვიან ავდივარ, ღამის 2 საათზე ავდივარ სცენაზე. და ეს გადასხმა რომ გავიკეთე, ცოტა თვალი გავხსენი რაღაცები და წავიდა ეს ექიმი, ეხლა ვფიქრობ, აი კონცერტი როგორ მოხსნა? ამდენ ადამიანს აქვს ბილეთი ნაყიდი. მივიდი, დავდექი და ესე სარკესში ველაპარაკები ჩემ თავს. ჩემ თავს კი არა, იმ ვიღაცას. აი ხლა შენ მეთქი. ხო ვიღაცები გიჟეს. შენ მე ვერ ჩამაშლევინებ ამ კონცერტს. აი სულ რო გაიხე შუაზე მეთქი. მე დღეს წავალ და ისეთ კონცერტს გავმართავ, რომელიც დიდი ხანია არ გამიმართავს მეთქი. არ არსებობს მე შენ კონცერტს ვერ ჩაგართ. ეხლა ვიღაცა რომ მიყვეს გიჟე. ხო ხმამა ყოლაპარაკობ ამას. არ არსებობს მეთქი. შენ მე ამ კონცერტს ვერ ჩამაშლევინებ. აი ნახე მეთქი. მე დღეს წავალ და მაგარ კონცერტს გავმართავ თქო. ავედი სცენაზე. ეს სკამი დგას. ხო. მაგრამ ამ სკამს არ ვეყდნობი. უბრალოდ იმედად დგას. ხო. დავიწყე კონცერტი და ერთი უთხარი რომ ეს სკამი იმიტომ დგას მეთქი, მაინც ყოველი შემთხვევაში მეთქი, არ ვიყავი კარგად ხო და მესამე სიმღერის მერე გავატაინე ეს სკამი. ეკა როგორი კონცერტი გამომართე იცი? იცი როგორი კონცერტი? რა ხდება ამ დროს? რა ხდება და აი რაღაცა ძალა გეძლევა და თითქოს ის რაღაცა ის რაც გებძვის, ისიც გნებდება. ისიც ფარხმალს ყრის, იმიტომ რომ იმხელა არის გამოწვევა და მიზანი იმისა, რომ არ დააღალატო ის ადამიანები, ვინც შენთვის მოვიდნენ. იმიტომ რომ ჩვენ პროფესიას ხო ეწირება ჩვენი პირადი ცხოვრება, ჩვენი ჯანმრთელობა, რაღაცები, ხშირ შემთხვევაში ვიღაცები ბედნიერებას არ პატიობენ. ხო, მაგრამ აი არ მივეცი ჩემ თავს იმის საშუალება, რომ მე ეს კონცერტი ჩამეშალა და მივხვდი, რომ გავიმარჯვე. და მივხვდი, რომ ეს სულისკვეთება და ეს ძალა ეს იმ კონკრეტულ კონცერტზე კი არის ყოლაპარაკი. ეს მაძლებინებს ეკა თორე იმდენი პრობლემა არის და იმდენი რაღაცა ყოფილა. ეხლა ერთხელ ძალიან მაღალი წნევა ვერაფრით ვერ დავიგდე, ეკა წნევა მონახულში მაქვს კონცერტი. დავლია ერთის დავის წამალი, არ ჯავიდა. დავლია მეორე და იცი რატო დავლია ეს ამდენი წამალი, რომ როცა მღერი, ეს სისხლი ხო აწვება ტვინს. და მეთქი არ მოკლედ, ცუდად არ გავხდე მეთქი და ბოლო მომენტში აი კონცერტი რომ თავდება დავიწყე ბოდიალი და როგორ ბოდიალობ იცი რომ არა აი ხან იქი წავედი ხან აქი წავედი და აქ არ ვარ სხვაგან ვარ აი სადღაც ბიჭო ღერი თან მივა ხან ამა ჩამოვეკიდები და თან აი ცოტა არა ვარ და მაინც ღერი არ ჯერდები და იქეთი არც გამიქია დედაშიცა ვინ ამჭრევს თუ მარტო შეხვდები მე ხვდები და ერთი მომენტი იქ ხო ვაძლევ მიკრო რო ჩავიკუზე ვეღარ ავდექი უკვე ვატყობ რო ავდექი და დატრიალდა ყველაფერი იქ ეთქობა სისხლი ну დამთავრდა კონცერტი ვერაფერი ვერ გაიგო და მეუთხე გამიზომე წნევა მქონდა 60-40-ზე მქონდა ისე დავარდა წნევა რომ ვერ მივხვდი საერთოდ რა მჭირს
ხო, ნუ ეხა ეს მაყურებელს არ გაუგია, მაგრამ უბრალოდ ამბავთყვები, ეხა არ წუწუნებ ფულწრფელად არა, შენ არაფერი არ გიტყობა, რომ მოწუწუნე ადამიანის. იცი რა მაინტერესებს? რას აკეთებ იმისთვის, რომ ფიზიკურად ეს შეძლო? აი ფიზიკურად ჯანი უნდა მოყვებოდეს თუ არა მუსიკოს. თუ ამას არ აქვს მნიშვნელობა. აუცილებელია. აუცილებელია რომ ფიზიკური ვარჯიში და მე ამას აღარ ვაკეთებ უკვე რამდენიმე ხანია. გარკვეული მიზეზების გამო. ვერ მეტყვი ამ მიზეზებს? აჰა, არა, ვერ გეტყვი ამ მიზეზს. კაი. და ბოდ არ შეიძლება რომ ამ პროცესში ისე მარტივად ვიტყვი რომ ჩაერთოს თავი. თავი ყველგან არის ჩართული. ხო. იმიტომ რომ მე ვარჯიშობდი აი სრული დატვირთვით. ახსოვს. ძალიან სერიოზულად ვარჯიშობ მთელი ცხოვრება და სხვათა შორის ამ ვარჯიშმა ძალიან დიდი პატივი მისცა რომ დღემდე ვინარჩუნებ ამ ფორმას. მაგრამ დღეს უკვე ამას ვერ ვაკეთებ, მაგრამ აუცილებელი არის ჩემთვის სურვა და სიარული. სიარულით, რასაც მე სცენაზე დავდივარ. რამდენი კილომეტრი დავდივარ. არა, სცენაზე, რამდენი კილომეტრი დავდივარ, ვერ გეტყვი, იმიტომ მე ხარ ჩერდი, მე ხარ ერთ ადგილზე არ მღერი. სულ დავხტივარ, დავრბივარ. და იქ მავიწყდება ჩემი ასაკი. ხო. იქ ისევ პატარა გოგო ვარ. და ამიტომ ესე აქტიურად ვეღარ ვარჯიშობ. თუმცა მინდა რომ ცურვა დავიწყო, მინდა. არც ურა? აი მოდი აქ ჩაგიწყო პულმანში ისეთი ის არის მეზობლად დაგერ ცხოვრობდა ძალიან და გადმოდი იცურა კი ბატონო აუცილებლად შენ და მამული ჩამოდით აი მე და მიშკაც მოვდივართ და იცურა კი ბატონო დიდი მამულიშა სუპერსიარული უყარს ხოლმე აი ლისის ტბაზე დადის ხოლმე წრეებს არხავს და სუდადის და მე არა მე ამდენს ვერ დავდივარ იმიტომ რომ ცოტა ფეხმა შემაწუხა ამდენ ვიშლებ არაფერი არ იშლები. რას აკეთებ, რას, რომ აი რა კარგი დადიხარ, როგორია შენი რეჟიმი? ხასიათი, ჩემი განწყობა. არა, ნუ კახ როგორ ხასიათი? ჩემი აი განწყობა, ძალიან ბევრ ამაზე მუშაობს ეკა. დამიჯერა. კარგი, რა გაძლევს ამ განწყობას? ამდენი პრობლემა მსოფლიოში. კი, ძალიან ბევრი პრობლემაა. აი რა არის ის, აი რაც დილით შემოგიძახებს, ან შუადღისას, ან ღამე. აი რა გაძლევს ამ мотиваციას? მიუხედავად ძალიან ბევრი ნეგატივის რაც არსებობს. რა თქმა უნდა, ვერ იქნები ამ შემთხვევაში სრულყოფილად, ესე ვთქვათ, ბედნიერი, მაგრამ რაღაცა პროცენტულად ჩვენ ცხოვრებას ხო ჩვენ მართავთ. მე არ მიყვარს ნიჰილიზმი. ყოველთვის იმედის თვალით უყურებ იმას, რომ აი შეიძლება კი არა აუცილებლად რაღაცა კარგი იქნება, იმიტომ რომ ყოველთვის დაღმართს აღმართი აქვს. როგორც ყველა აღმართს აქვს დაღმართი. აი ეს პოზიტიური დამოკიდებულება პირველ რიგში ჩემი თავის მიმართ და მიყვარს გამხნევება ჩემი თავის და იმ ადამიანების ვისთანაც ერთადაც მოვდივარ. არ ვეძებ პრობლემას. არიან ადამიანები, რომლებიც არ არსებულ პრობლემაში კიდე პრობლემებს ეძებენ. მე პირიქით ვცდილობ ხოლმე, რომ აი ის თუ არის ჩემი მოსაგვარებელი, მე მოვაგვარო. მე გავაკეთო. იმიტომ რომ უყურე ის ფიქრი და ის დარდი თუ რა ვიცი, შეიძლება დაარქვა, ვერ გაიქცევი. არ არსებობს. წახვალ გამოყვება. სადაც იქნება გამოყვება. ამიტომ რაღაცა მომენტებში პირდაპირ ის ვასკდები ხოლმე რა იმას, რომ რაც შეიძლება აი გავაუფერულო ის პრობლემა, იმიტომ რომ ჯერ საშინელი დარდი ვიცი, მე ძალიან საშინლად ემოციური ადამიანი ვარ, მაგრამ ნელ-ნელა ვისწავლე, რომ არ მართოს ჩემმა ემოციამ. მე თუ ამან მაჯობა, ნუ დაღუპული ვარ. აი ხო მაჯობა და ხო მოვკვდი. ხო ვერ წარმოიდგენ, მოვკვდი, მე მაშინ მოვკვდი. მე არ ვარსებობდი მაშინ. მე ესეთ რამეს ვეღარ გავუკეთებ ჩემ თავს ეკა. იმიტომ რომ ერთხელ მოვდივარ ამ ქვეყანაზე, ერთხელ ცხოვრობ და მინდა რომ მეტი პოზიტივი შევიტანო ჩემს ცხოვრებაში. თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ მე არ ნერვიულობ ბევრ რამეზე. ძალიან ბევრ რამეზე ვდარდობ.
მაგრამ აი ამ მართვაში რომ ამ დარდმა ამ პრობლემამ არ გმართოს ვიღაცისთვის არის აი ხა ჩემ თავს შევუძახე და ადი ეხა გადი გარეთ გადადგინა ბიჭანო არ დაწვია ვიღაცას არ აქვს მაგის უნარი ძალიან რთულია ვიღაცისთვის ლოცვა და რელიგია აწევს ძალას ვიღაცისთვის პასუხისგებლობა აი შენ აკირაზე მოყევი რომ მივხვდიო რომ ფართხალებდა იგრო აი შეთვის რა არის რაც აი პასუხისგებლობა და ბევრი ადამიანის იმედი ვარ და ვერ გავუცრუებ ამ იმედებს იმიტომ რომ ძალიან დიდი მისია მაგისრია ეკა არ დაღლილ ხარ არასდროს აი ამდენი პასუხისგებლობით კი როგორ არა რაღაცა მომენტი არის როდესაც იღლებ და როცა არაფერი არ გინდა როცა გინდა რომ აი მარტო იყო და აი იღრიალო და მქონია ეგეთი მომენტებიც როგორ არა მქონია მაგრამ იშვიათად მაგრამ მე არ მიყვარს როდესაც ვინმე ვებრალებიან რაღაცნაირად პირიქით არა შეიძლება არ ებრალები მაგრამ გვერდში გიდგას არა გვერდში მე მიდგას მე მამული ჩამიდგას გვერდში ეს ჩემი ყველაზე დიდი იმედი არის ჩემი ცხოვრების ამაზე დიდი იმედი ჩემთვის არ არსებობს რა თქმა უნდა ჩემი ოჯახის წევრები მაგრამ ზოგადად ჩემი დამოკიდებულება არის პირველ რიგში ჩემ თავთან ჩემ თავთან მე არ მაქვს ცუდად ყოფნის უფლება და მე რო ცუდად გავხდე ძალიან ბევრი ადამიანი იქნება ცუდად კი ხო მოვიყვანე ძაღლი ხო ხო მაგრამ მოვიყვანე არა ეს ჩემი ნებით არ მომხდარა ჩემი მეგობარი თორნიკე ჯგერნაია რომელიც ახლა ამერიკაშია და ძალიან მენატრები ჩემი თორნიკე რომელთაც ერთად სამკაულები თორნიკეა ხო ხო მე მაქვს თქვენი სამკაული ხო და მართლა ой და кайია და მოკლედ თორნიკე მითხრა რომ ძაღლი ხომ არ მოგეყვანაო და მე მთელი ბავშვობა მყავდა ჩვენ ძაღლების სულ აი არ ყოფილა პერიოდი როცა ძაღლი არ მყავდა და აი ეს ბოლო ძაღლი 93 წელს ჩამოვიყვანე მოსკოვიდან და 6 წელი აი მართლა ფეხებში მეწვა მანქანა მომიკლა ეკა მანქანა მომიკლა გადავდე ქიჭკუიდან, აი ეხა ვისაც ძაღლები ყავს, კი იცი ეხა ძაღლის სიკვდილი რა არის, ოჯახის წევრი გიკვდება და მაშინ დავიფიცე რომ არასდროს ძაღლს არ მოვიყვანდი და 22 წელიწადი მე ძაღლი აღარ მომიყვანია. თორნიკე მითხრა რომ ძაღლი ხარ მოვიყვანო, თუნდაც მეუთხარი კი მეთქი აი ესე ცალყბათ რომ ეტყვი რომ ხო კაი მოვიყვანო და მე რა ძაღლი მოვიყვანოთ. და მოდი მოვიყვანა აკიტაინუ ეს ჰაჩიკოში რომ თამაშობს იმ ძაღლზეა საუბარი და ნუ კარგი დარეკა ამ ძაღლზე და მოკლედ გათენდა მეორე დღე და მოვიდნენ მოთხარი მოვიდნენ და წამოჩავიდეთ მე თორნიკეს ვაუნებიდან არაო მითხრა შენ ჩადიო, იმიტომ რომ პირველი შენი ესე ვთქვათ სუნი უნდა შეიგრძნოს და მან უნდა აღგიქვა შენ როგორც მისი პატრონიო. ჩავედი და მანქანის კაპოტზე 2 ბურთი ზის. 2. და აი რაღაცა სასწაული და ეს საბოლოო ჯამში აღმოჩნდა ამერიკული აკიტა. ხო. და ეხლა ვეუნები ამ ბიჭებს, არასდროს არ ვყოლი აკიტა და სხვათაშორის მე ძალიან ბევრი ინფორმაცია მივიღე და ეს მინდა პატარა ჩანართი გავაკეთო, რომ სანამ ძაღლზე არ გაიგებთ ყველაფერს, მისი პირობები, მისი კვება, მისი მოვლა, არასდროს არ მოიყვანოთ ძაღლი სახლში, იმიტომ რომ ეს არის უდიდესი პასუხისმგებლობა ფაქტობრივად ჩათვალეთ, რომ მოკავთ ბავშვი. პირველი მოვკიდე აკირას ხელი, რომელსაც მე აკირა დავარქვი. მოვკიდე აკირა ხელი და ის არის შავი ცოტა ნაცრისფერში და ამას ცოტა სიწითლე აქვს შერეული რა, ხო, ჩემსაც. ხო, მაგრამ იმას უფრო მოკლე ცხვირი აქვს. ამას ოდნავ გრძელი. რო დამინახეს ხომ მივხვდი მეოთხე ხა ხო ხტები მეთქი ხა ამ ძაღლს მე რო გავიყვან ქუჩაში მეთქი ჩათვალე რომ ეს არის რეკლამა. ხო. ბევრს მოუნდება
ამ ძაღლის საყვანო მეთქი მეუთხარი და ამიტომ არ თქვენ არ შეირცხინეს თავი მეუთხარი და შაში გაიღვები და ამიტომ მაშინ ესო აკირაზე მეუთხარი მე ისე ცუდად ვარ ოღონდ წინასწარ გავუმზადე საწოლი ყველაფერი რა ჭირდება ეს ჯამები წყლისთვის საჭმლისთვის საჭმელი ვუყიდე უცებ ესე დავტრიალდით მაგრამ ამ ყველაფერს ვაკეთებ მექანიკურად ეკა იმიტომ რომ აი დიდად აი ემოციები და გონება არ მაქვს ჩართული მაგრამ ვიცი რომ ვიღაც ახალი წევრი შემოდის ოჯახში და დიდი ბუთქონა თათები ქონდა ძალიან საყვარელი იყო მოვიყვანე და ხო დაღამდა და გამთენიისას დილის 7 საათზე რაღაცა წკმუტუნებს და მივხვდი რომ ეხა აღარ არის დრო იმისთვის რომ შენ იყო ცუდად ეგ ავდექი და აი აქედან დაიწყო ჩემი ახალი ცხოვრება ამ ძაღლთან ერთად მე ვფიქრობ რომ ამ ძაღლმა გადამარჩინა მარტია და თოვლი მოვიდა 10 დღე თოვდა 22 წელს გიყვები აი შემთხვევითობა რომ არ არსებობს ჩემთვის არ არსებობს შემთხვევითობა და აი ესე შეუხვია და ავედი არაყიშვილს ხო აი სადღაც არაყიშვილსა და აბაშიძის ქუჩის აი შუაში უცებ პატარა აი უსაყვარლესი ძაღლი მოვიდა ფეხებთან და ფართხალი დაიწყო და დაწვა ესე და აცვია ზოლიანი ტანისამოსი ხა მივხვდი რომ არ არის ესეთი ქუჩის მაგრამ რო ავიყვანე 5 წუთი ძალიან ბევრია იმისთვის რომ ძაღლის პატრონი ეძებო ლეკვისთვის ძალიან ბევრია იმიტომ რომ ქუჩა არის აბსოლუტურად დაუცველია ძაღლი ესე და დავდიქი და ვისია ეს ძაღლი ვკითხულობ ესე ვისია გაჩერდა ვიღაცა გოგო მერე ვიღაცა ქალი ვიღაცა ისა სადღაც 1-5 წუთში მოდის გალბატონი პურით ხელში და ჩემი ძაღლიაო მითხრა მოთხა გამოგექცათ მეთქი არაო არ გამომექცაო ხარი აცრილია ერთხელ არის მარტო აცრილიო მოთხარი მოგიკვდებათ მეთქი ან მანქანა დაარტყამს მეთქი და აიყვანეთ მეთქი ვერ ავიყვანო პური მიჭირავს ხელში მოთხა მაშინ რა გინდათ მეთქი არ მინდაო მითხრა ეს ძაღლი იმიტომ რომ ჩემმა შვილმა მომიყვანაო და რომ მიხვდაო რომ ესეთი ადვილი მოსავლელი არ იყო მოკლედ იძულებული გახდა რომ ეს ძაღლი უნდა გამომეყვანა გარეთო და მე ანუ დატოვა ხო და მოკლედ მე ვმუშაობ ისეთ ადგილზეო რომ ეს ძაღლი 2 კვირა დამყავს წინ და არ მინდაო და ვერ მოუვლი მე ამ ძაღლსო ძალიან გავნერვიულდი და წამოვედი მაგრამ მე საერთოდ არ მაქვს ფიქრში ახლა მეორე ძაღლი და ერთი ამხელა ცხენივი ძაღლი მყავს სახში იმიტომ რომ სახში ბინაში თან ხო და ეხა მორჩებით და თავსო დაიღო არა ძელი ისტორია გზელი იცი რა და ყველას დავაერე მინდოდა რომ მეთქა რომ ფანტასტიკურად გამოიყურებ ამასა და პირდაპირ ძაღლებზე დავიწყე არაჩვეულებად გამოიყურები ფანტასტიკურად გამოიყურებ და ეხა ისტორია დასრულდება. კიდე დავსდეთ ეგ დასრულდა. არა, დასრულდა, მე დავიწყოთ ისე. ხო, მიდი. მოკლედ, მოვედი, გავიდა დრო. მოხდა მამუჩა შევიდა სამზარეულოში ზის, რაღაცას უყურებს კომპიუტერში და ეხა აი არ მასვენებს რა, ხო იცი, აი რაღაცა რომ გაწუხებ შენ, მე ვთხარ მამულიც მეთქი ესე ნახე მეთქი ძაღლი თქო და წამოდი ნახოთ. აი აქ უკვე გადაწყვეტილება მიიღო მამულიჩამ. მივაკითხე, წავიყვანე დათონანობაშვილთან, გავუკეთე ყველანაირი ანალიზი და მარიკომ დაარქვა 20. მაგრამ როგორ იქცევა, იცი? აი გაგიჟებული ჭამს. ყველაფერს სულ იკმინება, სულ ყებს, სულ და ვერ ვაჩერებთ. რამოდენიმე დღის მერე უკვე შემოვიყვანეთ სახლში და იმ დღის მერე აკირა და ოდი არიან განუყოფელი მე ესეთი სიყვარული.
ესეთი ეჭვიანობა. ოღონდ ორივე მამრია. და აღმოჩნდა ოდი პიტბულის და პოინტერის ნაჯვარი. რას? ხო. ეხლა პიტბულის ხასიათი ხო იცი ხა კიდე თავისებული მე არტილერია. ეხლა მე ხო არ ვიცი ამ ხელა გაიზარდა. ესეც მეორე ცხენი გაიზარდა. ძალიან დიდი გაიზარდა ესეც. მე პირადად კოვიდის მერე ხა ბიჭების გამო ავიყვანეთ ჩვენ და მე სხვა ადამიანი ვარ ლელა, აი მე გადმოვედი მთლიანად თქვენსკენ და ეს არის აი რამ ხელა სიყვარული აქვს და რამ ხელა ადამიანურობა მოაქვთ მათ და რომელი ჯიში ყავს შენ? მე golden retriever-ი მყავს. მე ჯერ golden თქვენამდე retriever-ი ვინ მოიყვანა? ვინ მოიყვანა საქართველოში ვინ ჩამოიყვანა? გოგა გველესიანმა? ლელა წურწუმია. ლელა წურწუმია? დიახ, ლელა წურწუმიამ ჩამოუყვანა გოგა გველესიანს მართლა გოგა, რასა? მე გოგასგან მარია გიორგობიანისგან ეს ერთი კასტაა? ბარლი არის ჩემი ჩამოყვანილი გოგასთვის და გრეტა ნინო ქათამაძემ ჩამოუყვანა და აქედან გამრავლდნენ golden retriever-ები საქართველოში. იცი რა მინდა კითხო? ძალიან დელიკატურად. ყველას ვეკითხები ამ ბოლო დროს ამ კითხვას უსვამ. მეგობრები, ახლობლები და ყოველგვარი აქცენტით ბოლოდროინდელ მოვლენების გარეშე. იმიტომ რომ ცხოვრება უკვე ბევრი რა, შუაში ვარ ჯერ ბედაში. ხო და აი ამ ცხოვრების გზაზე რამდენი მეგობარი, ახლობელი იყო და დაგიკარგავს? ნანო როგორ გააგრძელე ცხოვრება? მოდი არ შევალ მაგ სიღრმეებში, დავტოვოთ ეს ისე როგორც არის, კარგი? იმიტომ რომ რა თქმა უნდა მტკივნეული არის. მაგის გარეშე არ არსებობს ეს. იმიტომ რომ ადამიანთან როდესაც წლები გატარებული და უბრალოდ რა თქმა უნდა, სინანული არის ძალიან დიდი, იმიტომ რომ ამაგია, სიყვარულია, ურთიერთობა არის და გულისწყენა ძალიან დიდია და ამიტომ დიდ სიღრმეებში არ შევალ და გადავიდეთ სხვა თემაზე. გადავიდეთ სხვა თემაზე. მამულჩა მოხდი გადაცემაში. ვიღებენ. ეხლა ვათანხმებდით ჯანსაღი ცხოვრების წესს და მე ძალიან მიყვარს აქაური აუზი. და თქვენ თლად აი გვერდზე ხართ. კი, როცა მექნება საშუალება ამოვიდა. ძალიან მალე მორჩებ, 10 წუთი დაგვრჩა. აი შენ მაგალითად აი ასაკის მატებასთან და დისკომფორტი გააქვს? არ უნდა კონდეს, მართლა ფანტასტიკად გამოიყო. მართლა გეუბნები. სახე შემეცვალა ხო? არა. მაგრამ დისკომფორტი არა, გაქვს რასთან შეგუება გიჭირს? ნუ ხანდახან სიბერის დედავატერი ესე ვიტყვი ხოლმე, მაგრამ რომ არ დაბერდეს, სიკვდილი იქნებოდა აუტანელი. გასაბარაკო. სულ ახალგაზრდა. და აი როგორ უყურებ ჩვენ ახლა განვიხილეთ რომ შენ საერთოდ პრაქტიკულად არ იკეთებ ინექციას. არანაირ ინექციას არ ვიკეთებ, არასოდეს გარდა ბოტოქსისა. ხო. აი ხა ბოტოქსი გაქვს, ხო? ფილერებს მაგრამ ზომიერად მაქვს, იმიტომ რომ მე ისედაც აქაჩული თვალწარბი მაქვს და ეხლა მთლად რო გაგაგჟებული. ესეთი რო არის, ხო? ამიტომ ისეთ ადამიანთან დავდივარ, გიждდები, შენც გიყვარს ეს ადამიანი. ჩვენ საყვარელ გია გვარამიასთან. ჩვენ ბატონ გია გვარამიასთან, მარტო მას ვანდობ ჩემ თავს, ეს ყველა მიცის. და ზუსტად ისე მიკეთებს რა დოზირებითაც ჭირდება ჩემს წარფს, ესე ვთქვათ, აქაჩვა. ამიტომ ყველაზე მთავარი რა არის? დატენიანება არის ყველაზე მნიშვნელოვანი ეკა. მე ამას ადრე ესე ყურადღებას არ ვუთმობდი და რუჯი არის საშინელება. ფოტო. კი, როგორ არ ვიღებ. ფოტო და მაგრამ აუცილებლად მისვია დამცავი. მაგის garaშე მე კანზეც კი აღარ ვიღებ არანაირ რუჯს, იმიტომ რომ ეს არის აი ჩვეულებრივ კანის მკვლელია, იმიტომ რომ ის მკვდარი უჯრედები უკვე აღარ ეგონდებარება აღდგენას და შესაბამისად ხა ისედაც რა არის სიბერე ხო, კუნთი წვდება და კუნთი რასაც უჭირავს კანი, იწყებს ფტოს და ჩამოდის და იწყება სიბერე. შესაბამისად, ეხლა მარტო ის არ არის, ეხლა გენეტიკაც თავისა შვება, რა თქმა უნდა. შევიხოთ და დედაჩემი კი 80 წლის არის და ნუ სასწავლოდ დედაჩემს არასდროს არ გეგოთებია. ვიცით, ანანახი მყავს მე. ხო და ამიტომ ინექციებზე ვამბობ უარს. ეს ჩემი დამოკიდებულება, თუმცა არ ნიშნავს ეს. ხო, ის უხდება, ხო? კი, ვიღაცებს უხდება, იმიტომ რომ იკვება მესახეს და სხვათა შე ვიღაცამ თქვა, ეგ არის ზარმაცების თერაპია არის ზოგადად.
არა, მოვლა როგორია შენი? კვირაში ერთხელ ან ორჯერ მაინც აუცილებლად სუბუქი პილინგი ყველა ვარიანტი ჭირდება, იმიტომ რომ ეს მკვდარი რაც არის, იმიტომ რომ მეთანო ხშირად მიწევს ხოლმე ისეთი მძიმე მაკიაჟის გაკეთება საკონცერტოდ, ხო, გადაღებისთვის, იმიტომ რომ ხა ჩვენ ყოველდღე ესე ხო არ დავდივარ, ხო, ესეთ დაგრიმული. და აუცილებლად მჭირდება C-ვიტამინი, მჭირდება სერუმი, მჭირდება პეპტიდები, რომელსაც ესე აი ძალიან ინტენსიურად დავიწყე ამის გამოყენება. რამაც ეს ტყუილი ამბავი არის, აი ღრმა ნაოჭებს ააჩერებს და რაღაცებს არ არსებობს. ეგ ტყუილი ამბავი არის, მილიონი გამოცდილება მაქვს, რომ არ არსებობს. თან უყურე რა ხდება ამ კრემის დატესტვისას აკეთებს 25 წლის გოგო. არა, დატესტვას კი არა, ამ კრემის რეკლამას აკეთებს 30 წლის გოგო. მეგობრებო, ეს არ არის სამართლიანი. ხო, როგორ შემიძლია 30 წლის გოგოს და ეხლა 60 წლის ქალს ერთნაირად გამოიყურება სახისკანი, ეხლა ეს ხო დიდი ტყუილია, ხო? ეს ხაჩერს ამომწოს ეხლა საერთაშორისო ტენდენცია, აი მაგათ ახლა ლორეალმა რო გააკეთა ჯეინ ფონდა, ისინი ყველანი გამოიყენა და რეალურ ქალებს სარეკლამებინებს რაღაცებს რა, ანუ იმას. ხო, იცი რა, ეხლა მაგის გარდა ამ ადამიანებს, ეხლა მე იმ დღეს კითხულობდი, ჯეილოს რას აკეთებს იმისთვის, რომ გამოიყურებოდეს, ჩვენ ტოლები ვართ. ხო, როგორ გამოიყურება? ჯერ მაგის გარდა 3 საათი ხო ვარჯიშობს, თავს იკლავს. მერე კვება, მერე დასვენება, მერე ძილი, მერე იოგა, ეს რასაც ისვამს, ყველაფერი ძალიან მაქსიმალურად ძალიან უვლის თავს. ეხლა ჩვენ გულწრფელად გეუნები ეხლა მაგის ფუფუნება მე არ მაქვს გამომდინარე ჩემი ცხოვრებიდან და ჩვენი პირობებიდან. თუმცა შეიძლება, ხო, შესაძლებელი არის. დაწყვეტია გული, აი ხა ჯეილო ვახსენეთ. ხა რეალურად ხარ მართლა ჩემს გული მონაცემები გაქვს, ხო? აი გიბეთ იმ ქვეყანაში სხვა ქვეყანაში რა გაჩვენილი. ხო, აუცილებლად მივახცევდი. ამ ქვეყანაში მივახცევდი, იგივე გავაკეთებდი. კი. კი. იცი რა არის? ხა მე ხო ვთქვი, რომ ჩვენ ადამიანები რაღაცა პროცენტულად 50%-ს მაინც ჩვენ ცხოვრება ჩვენ გქონდა, ჩვენ მართავთ. ჩვენ როგორ მოვიქცევით, ზუსტად ისე არის. ხო, ესეა. და ყველაზე თავარია რომ არ იყო უმადური. უმადური ადამიანი არ უყვარს, არც სამყაროს, არც ღმერთს არ უყვარს და ეს ყოველთვის მერე მაგრა გამიწევს. მაგრამ იცი რა არის? ბედი მომეცი სანაგვეზე დამადეო. იღბლიანი რო გაჩნდები ადამიანი, მერე იმას უნდა შეუწყო ხელი, ხო? მარტო ნიჭი ხო არ არის? მუშაობა, თავდაუზოგავი დამოკიდებულება და ხა მე აიღე ლელა წურწუმე და ჩასვი რომელიმე სხვა ქვეყანაში. არა მაქვს საუბარი ამერიკაზე. დაუშვათ. ხო, გავაკეთებდი იგივე საბარასიზამდე. სამოსი და იერი რა ხდება იმ მიმართულებით, იმას მე რაც მე შენ დაგტოვეს, კი მე შენ დაგტოვე შენი გარდერობი და მე შევერას ვერ მიგატოვებ, შენ ექსკლუზიურად იგონებ დიმაში მოდელებს. ეხლა ესეა. აი როგორ შედგება შენი გარდერობი, რამდენი პროცენტი რამდენზე? რამდენი არის შენი შექმნა და რამდენი ისეთი ნაყიდი? სადღაც 80% არის ჩემი შეკერილი. მეტი. შეიძლება ითქვას 90%-იც კი შეკერილი არის. და ყველა კონცერტზე მაცვი ახალი ტანისამოს. ეს ამას მიეჩვია ჩემი მაყურებელი და ძალიან მოწონთ. იმიტომ რომ მე ვფიქრობ, რომ ეს ჩემ თავთანაც არის დამოკიდებულება რაღაცა გახალისების და რაღაცა სიახლის და ასევე იმ მაყურებლისადმი. იმიტომ რომ ეხლა ეს ჩემი მოგონილი არ არის, ტყუილი ამბავია ეხლა, როცა მე მოვიგონე ეხლა და ყველა კონცერტზე ახალი კაბამაცვი არა. აზია ტელევიზიაში. ყველა არტისტი ახალ კოსმოსს ისმევს. თუმცა კეით ბლაშეტმა გააკეთა ესეთი რაღაცა, რომ 2 წლის წინანდელი არმანის კაბა ჩაიცო და თქვა, რომ იცი რა, მე მენანება ერთხელ ჩასაცმელად ეს კაბა. შეიძლება არის რაღაცა კონკრეტული ფერის, მაგალითად შავი ფერის სამოსი შეიძლება რაღაცა აქსესუარით ისე გააწყო, რომ ვერც მიხვდეს დაუშვათ მაყურებელი, რომ ეს ის კაბა არის.
მაგრამ მაინც ვცდილობ რომ არ გამეორდა. ეხლა მამულიჩა ხო ისი რას ამბობს ადრე ეს ტანსაცმელები ხომ ედოდა ეხლა ახალი გატაცება აქვს როგორ გადავხდი მცენარეებს ხო? ეხლა დავიწყე მცენარეების მოყვანა და სახშიო რომ შევდივარო ესე წევა ამ პალმის იმეებსო და ძაღლებსო ეზოში აღარ უნდათ გასვლა იმიტომ რომ პირდაპირ მიდიო მცენარეებთან და იქვე ტყეში ხებოუს ხემიზის ბიდაში ასე აკეთებენ უკვე ძაღლებიო ხო და ეხლა ახალი გატაცება მაქვს ეს სცენარეებზე ვარ გაგიჟებული ძალიან მიყვარს და აი მართლა აი ტორო ჩავარჭო იმასაც კი ფეს გამოუყვან და ავაყვავებ ერთ ზაფხულს დავტოვე სხვაგან მოსავლელად იმიტომ რომ არ ვიყავით აქ მოსარწყავად და რო ჩამოვიყვან ერთი ყვავილის იყურები ქონდა ჩამოყრილი და რო შემოვიდა ჩემო გოგოებო მე ვთხარი მე მოვედი დაბრუნდით სახში ხართ უკვე მე მეორე დღეს აფეთქებული იყო ყველა ფოთოლი აწეული იყო აი ხარი როცა იზრდები აი მოკედო ცოტა რომ ტვინი შენის რო უფრო გაახალგაზრდავდესო დისკომფორტული რაღაცა უნდა აკეთო მაგრამ რაღაცა ახალი ისწავლო და ამასაც ვიღაცა ჩემი მეგობარი ხუმრობდა მთელი ცხოვრება გახტომებიდა და ინგლისურს სწავლობდა ვერც გავხდი და ვერც ინგლისური ვერ ვისწავლე ერთად ჩემს საერთო მეგობარმა თქოდა რას ისწავლიდი სიამოვნებით სხვათა შორის არ მიფიქრია მაგაზე, მაგრამ ალბათ აი ხა პირველი რას მომივიდა თავში, ალბათ დიდი სიამოვნებით მოვქსოვდი. რაღაცა ხელი რო ჩართულია ეს ხო პირდაპირ კავშირშია ტვინთან. დაველოდებით? ეხა მომავალ წელს რომ მომიყვან ჩემი მოვქსოვდი შაკეტებთან გიჩნდა. მომავალ წელს მივდივართ ლელასთან და რომ დაგახვედრო ერთი ყველაფერი ჩემი გადასაფარებელი ბალიშის პირები ყველაფერი ჩემი მოვქსოვილი დახვდება და მამულიჩა და გახოვული რომ ყავს გახოვული მამულიჩა ჭუპრივით რომ ყავს დახვეული იმაში რას ვისურვებდით რას ვინატრებდით და სულ ვამბობ რომ მართლა ისეთი დრო მოვიდა ძალიან რთულია დაგეგმო 5 წელიწადში 10 წელიწადში და ეს ყოფილი ძალიან სასაცილო ხდება იმიტომ რომ იმდან მალე იცვლება სოფლიო მაგრამ მაინც მოდი აი თუ გინდა გლობალურად და მე ესე დამიკონკრეტე აი რას ინატრებდა ლელა წურწუმია მშვიდობა ყველაზე მთავარი არის მშვიდობა თუ არ არის იქ ყველაფერი კარგავს ფასს. მე ჩემი თავისასაც ვინატრებდი აუცილებლად ჯანმრთელობა, იმიტომ რომ ჯანმრთელი თუ არა ხარ, ყველაფერი მეასე ხარისხოვანი ხდება. და იცი მეტი სიყვარული და მეტი პატივისცემა, რაც ძალიან მნიშვნელოვანია და რაც ძალიან გვაკლია დღეს ჩვენ. იმიტომ რომ იმდენი აგრესია წამოდი მე არ მაქვს ხოთაშორის Facebook-ი. მე მაქვს ოფიციალური პეიჯი, რომელსაც მართავს მამულიჩა. მე არც ვიხედები, აპლიკაციაც კი არ მაქვს. არა, მართლა არ მაქვს. ერთადერთი მაქვს Instagram-ი. და Instagram-ი ასე თუ ისე გადარჩა, აი ხო, სხვანაირი პლატფორმაა. ხო, სხვანაირი პლატფორმა არის და იმდენი ნეგატიური არ არის, რამდენიც ალბათ Facebook-ზე ხდება ხოლმე. რა და ძალიან ნერვიულობ აი რო წამიკითხავს ზოგადად აი ადამიანების წყევლა, ლანძღვა, ეს დამოკიდებულება, მეტი ურთიერთპატივისცემა და ყველამ რო ჩვენი საქმე ვაკეთოთ, უკეთესათაც ვიქნებით, რა თქმა უნდა. და პასუხისმგებლობა უნდა ავიღოთ ყველამ ჩვენს თავზე. თუ ჩვენ არ გვინდა პასუხისმგებლობის აღება ჩვენს თავზე და ყოველთვის ყველაზე ადვილი გადააბრალოს სხვას. იმის ბრალია, რა ვიცი ახლა იმის ბრალია არ არის იმისი ბრალი. ის რაც შენ გეხება, რაც შენ გეკუთვნის, უნდა გააკეთო შენ. დიდი პასუხისმგებლობით, ისე როგორც საჭირო არის. მე არ გაფუჭდება საქმე. და ამიტომ ეს გადაბრალება და ეს თავიდან მოშორება ამ ყველაფრის, იცი, თუ არ გინდა მაშინ დაანებე თავი. და სიყვარული გვაკლია ეკა. ხო, ყველაზე მეტად სიყვარული გვაკლია. ვერც ვიხსენებ, აი რაღაცა მართლა რაღაცა სხვანაირი გადაკვეთები, სადღაც აი ხო იცი
სადღაც ვიყავით ყველა. ეხლა რაღაცა ყველაფერი გაქრა, მაგრამ მე მაინც იმედი მაქვს, რომ ყველაფერი დაბრუნდება და ეს სიხალისე და სილაღე და ეს ყველაფერი ჯერ კიდევ წინ არის, ხო, მესე მგონია და მე მინდა გთხოვო, რომ ესე ჩემი პროდიუსერები თხოვენ, რომ გამოიწერეთ შეხვედრები ეკახოფერიასთან და ხა. კი ბატონო. ლელა წურწუმია რო იტყვის, სხვა ფასი ექნება მას. აი, თქვენი კამერა ჩვენ წლებია მოვდივართ და ბევრი საინტერესო და ლამაზი დღეები მიგვიძღვნია ერთმანეთისთვის, როგორც პროფესიონალისთვის და ამიტომ აუცილებლად უყურეთ ეკას გადაცემას. ძალიან დიდი მადლობა ლელა, ჩემთვის ეს ბედნიერი წუთებია, მე ვარ ბედნიერი ადამიანი, რომ შენ გიცნობ, ჩვენ ყველა ვართ ბედნიერები, რომ შენ გაჩნდი ლელა წურწუმია საქართველოში და ესეთი კაშკაშა ფერი შემოიტანე ჩვენს ცხოვრებაში, გისურვებ ყველაფერს საუკეთესოს, ყველა შენს კონცერტს, ყველა შენს გეგმას და ცოტათი მშურს ყველა იმ ადამიანის, ვინც შენ გელოდება საქართველოს მასშტაბით თუ საზღვარგარეთ. დიდი მადლობა ჩემო ძვირფასებო, ასე რომ დაელოდეთ ჩემს კონცერტებს, რომელიც გაიმართება ახლა აი აგერ 15 აპრილს ბათუმში, შემდეგ 29-30 აპრილს ოზურგეთში, 6-7 მაისი სამტრედია, 24 მაისი მილანი, 30 მაისი რუსთავი, 7 ივნისი, მაგრამ არ ვიტყვი ჯერ არ დავაანონსებ, ეს რაღაც მოკლედ გელოდებით ჩემო ძვირფასო, ჩემო საყვარელო და მართლაც უძვირფასესო ადამიანებო. თქვენს გარეშე ჩემს პროფესიას ნამდვილად ფასი არ აქვს. დიდი მადლობა ჩემო ეკა, რომ დიდი მადლობა შენ, მეგობრებო, ეს იყო შეხვედრები ეკა ხოფერიასთან, ლელა წურწუმიასთან ერთად. მომავალ შეხვედრამდე. ნახვამდის.